მოგესალმებისა. ნატუკა, გამარჯობა, ძალიან კარგად გამოიყურები. მადლობა, ჩემო კარგო, შენც ასევე და ძალიან საინტერესო რასაკვირველია. სანამ თემას შევხედე. მინდა უბრალოდ ვისარგებლო ჩემი ბედნიერი მდგომარეობით და ჩემს შულს მიიღოს საბადების დღე. ვაიმე, მეც ილოცავ. მიყვარხარ მამა, ძალიან და კოცნი ბევრს იყავი ბედნიერი ჯამთი. მთელი გული ჩვენს, ეს მთელი ჩვენი ოჯახი, პოზიტივის ოჯახი ილოცავ ჩემს საოცარ ქალბატონს. ესე იგი, რაც შეეხება დღევანდელი პირველი ბლოკის თემას, ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თემა არის, არა მხოლოდ ქალბატონებისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც. თებერვალი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო თვეა. დღეს ვისაუბრეთ საშვილოსნოს ყელის კიბოზე. სხვათა შორის გაეროს ფონდის ცნობით, პაპილომავირუსის გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა ავთვისებიან სიმსივნით გარდაცვალებით რა დამემართა მეხუთე ადგილზეა, რაც ვფიქრობ, ძალიან საგანგაშოა და ძალიან ცუდი. თუმცა საბედნიეროდ ამ დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია, ჩემო კარგო, იმიტომ რომ საქართველოში უკვე საბედნიეროდ არსებობს ვაქცინაცია, რომელიც ქალბატონებისთვის აუცილებელია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი და სავალდებულოა მამაკაცებისთვის. იმიტომ რომ, როგორც ვიცით, პაპილომავირუსი არის გადამტანი ვირუსი, შესაბამისად წყვილებში ეს ვირუსი ხშირია, საუბედუროთ რა თქმა უნდა, სამწუხაროდ და ჩვენ რომ მაინც არასწორი ინფორმაციები არ მივცეთ მოსახლეობას მაყურებელს, ამისთვის პროფესიონალი არის საჭირო, ქალბატონი მადონა ჯუღელი არის ჩვენი სტუმარი, გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, საოცარი ადამიანი, მობრძანი ქალბატონო მადონა, მოგესალმებით. როგორც გამოიყურებით. არაჩვეულებრივად. უღრმესი მადლობა. მობრძანდი მადონა. რომელზედაც ესე იგი ჩვენ უნდა ვისაუბროთ, მართლა ძალიან საინტერესო არის და ესეთია. მეხუთე ადგილზე არის გარდაცვალები, ცოტა საგანგაშო ციფრია. მოდი დავიწყოთ თავიდან. რა არის პაპილომავირუსი? კეთილი, მეხუთე ადგილზე გადავიდა იმიტომ, რომ დღევანდელ დღეს მსოფლიო ჩართულია როგორც სკრინინგულ დიაგნოსტიკაში, ანუ დიაგნოსტიკა თავის დროზე აღმოფხვრა და მკურნალობა და ასევე ვაქცინაცია. როდესაც ჩვენ გვაქვს ამის საშუალება, რომ წინასწარ ვიცით, გამიჯნოთ, რომ პაპილომავირუსი არის გამომწვევი საშვილოს ყელის კიბოს და არა მარტო საშვილოს ყელის კიბოს, ეს არის მამაკაცებში ოროფარინგიალური კიბო, რომელიც რეალურად დღევანდელ დღეს ძალიან აქტუალური გახდა და მესამე ადგილი, ფაქტობრივად მესამე ნაწილი უკავია ოროფარინგიალური ონკოლოგიის მამაკაცებში. და ვირუსი, რომელიც არის ყველაზე ხშირად გადამდები, ეს არის სქესობრივად გადამდები ინფექცია, მტარებელია მამაკაცი და ქალი. მამაკაცი ნაკლებად ვლინდება, თორე რეალურად როგორც მოგახსენეთ, ერთი მესამედი უჭერია ამ ოროფარინგიალური ონკოლოგიის. არის ის, რომ წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრების განმავლობაში 10 ქალიდან 8-9 ქალი ინფიცირდება ამ ვირუსით და რეიტინგი რეალურად ამისი არის, რომ 30 წლამდე ყველაზე ხშირია, იმიტომ 30 წლამდე არის ხო იწყებს დებიუტი სქესობრივი ცხოვრების და ამ ვირუსს ასეთი უნარი აქვს, არ ჩანს, ვერ ვგრძნობ და ვერ ვხედავ. ვერ ვხედავთ, ვერ ვგრძნობთ და სამწუხაროდ ჩვენთან ხშირად არ მივდივართ კონსულტაციაზე ექიმებთან, ეს დამატებით პრობლემა არის. სიმპტომები, რითიც უნდა აუცილებლად ვიგრძნოთ, რომ რაღაც პრობლემა გვაქვს და უნდა მივიდეთ აუცილებლად შესაბამის ექიმთან. არანაირი. საერთოდ. წარმოედგინეთ, რომ მანამდე ის არ გარდაიქმნება ქსოვილი ონკოლოგიურ პათოლოგიაში, არანაირი ჩივილი პაციენტს არ აქვს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ აი ამ დროული დიაგნოსტიკა და დროული, როგორც გითხარით, პრევენცია გვაძლევს საშუალებას, რომ 100%-ით თავიდან ავიცილოთ ეს პრობლემა, მაგრამ როცა უკვე ონკოლოგია, იქ უკვე სიმპტომები ასეთი, ეს არის სისხლიანი გამონადენი, სქესობრივი ურთიერთობის დროს დისკომფორტი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ოღონ აქ სამწუხაროდ უკვე არის ონკოლოგია. და ამ შემთხვევაში ონკოლოგიას აქვს რამოდენიმე, ასე ვთქვათ, ხარისხი, ხო, პირველი, უკვე როდესაც ვლინდება, დაგვიანებულია, არის იმის საშუალება, რომ რაღაცნაირად. თუ პაციენტი თავის დროზე მოვიდა და ეს არის კარცინომა in situ, ეს დაგვიანებული ჯერ კიდევ არ არის და რეალურად დღეს ტარგეტული მოცულობა რა არის დღეს სკრინინგის, რომ წინ 3+ დროულად აღმოიფრას, ანუ დროულად ინახოს და ჩატარდეს მკურნალობა. ეს არის საწყისი. შემდგომში, რა თქმა უნდა, უკვე ჩართულია ქირურგია, ქირურგიასთან ერთად უკვე სხვადასხვა ადიუვანტური თერაპიები, რომელიც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, ეს არის, მაგრამ
ჩვენ ხო შეგვიძლია ვილაპარაკოთ ის, რომ ერთადერთი კიბოა, რომელიც ვიცით რა არის გამომწვევი, ვიცით როგორ დავიცვათ თავისთავი და ამავდროულად ფაქტობრივად ჩვენ თუ მეხუთე ადგილზე გარდაინაცვლა, მანამდე იყო მეორე ადგილზე. და დღეს მეხუთე, ანუ ჩვენ შეგვიძლია რომ სრულად აღმოვხვრათ ეს ყველაფერი. პერსპექტივაში ეს ვირუსი აუცილებლად მივა ფინალამდე საშვილოსნოს ყელის კიბომდე, ამის თქმა გვინდა. შეხედეთ, ძალიან კარგი კითხვა. არა, რა თქმა უნდა, არა. ჩვენ თუ ვინფიცირდებით პაპილომა ვირუსით, იქ სხვადასხვა მექანიზმებია. 80% პაპილომა ვირუსი ტოვებს ორგანიზმს და მიდის. ანუ ეს არ ნიშნავს, რომ მე დაინფიცირებული ვარ და უწევთ კიბო დამემართება. არა. მაგრამ ის 20% რჩება, აქ დამოკიდებული არა მარტო ვირუსის ონკოტიპზე, ანუ ონკოტიპები არსებობს, ანუ რომელსაც ჩვენ ვიკვლევაში ჩვატარებთ, ეს ნიშნავს, რომ თავის დროზე ინახება, რომ ეს არის მაღალ ონკოგენური პაპილომა ვირუსი, მაგრამ თუ აქ კიდევ ხელშემწყობი ფაქტორები, ეს არის მაგალითად თამბაქო, ეს არის სქესობრივი გზით სხვა გადამდები ინფექციები, გორმონალური დარღვევები და ასე შემდეგ, მაშინ ამ გამშვები მექანიზმი რეალურად აუცილებელია. გოდიშ თამბაქო ახსენით, ანუ ნერწყვით თამბაქოს მარტივად შესაძლებელია გადავიდეს პაპილომა ვირუსი? არა, თამბაქო აინდუცირებს, აძლიერებს ამ ვირუსის უნარს დააზიანოს უჯრედი. მე უბრალოდ ვიგულისხმევ შემთხვევაში რამდენად ნერწყვით გადასვლა რამდენად შესაძლებელია არის. სქესობრივი კავშირით ხდება. ეს არის სქესობრივი კავშირით გადამდები ინფექცია, ასევე გადადის დედიდან შვილზე, როცა დედა მშობიარობს და ბავშვი გადის სამშობიარო გზებს. ასევე ნანახია ეს, რომ არის ასევე კონტაქტური გზა. ანუ შეხედეთ კონტაქტას ნიშნავს მაგალითად კონდომი, პრეზერვატივი არ იცავს. ნიშნავს იმას, რომ ზედაპირული ურთიერთობის დროსაც დასაშვებია, რომ კანი კანზე, ლორწოვანი კანზე დასაშვებია, რომ ვირუსი მოხდეს ამისი ინფიცირება და ასევე ნანახი ემბრიონში. და როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ვაქცინაცია ჩვენ იმის გარდა, რომ საკუთარ თავს იცავ, პარტნიორს იცავ, ასევე შენ მომავალს. კაპიტან მადონა, ბრძანინატო. კაპიტან მადონა, დაუშვათ ადამიანი არის დაინფიცირებული, უბრალოდ არ ვიცით და ამ პერიოდში გაიკეთა ვაქცინა. აი ამ დროს რა ხდება? არაფერი, ჩვეულებრივად შეუძლია გაიკეთოს. და ვაქცინა მოქმედებს ამ შემთხვევაში? ფაქტია, რომ ვაქცინაცია მოქმედებს იმ ტიპის ვირუსზე, რომელიც არის ჩატვირთული ამ ვაქცინაციაში. ანუ ვირუსი კი არ არის შინი თავის დნმ-ით, არამედ მისი კაფსიდი, ანუ ცილა, რომელსაც რეაგირებს ორგანიზმი თავისი ანტისხეულების გამომუშავებით. თუ ჩვენ დაინფიცირებული ვართ, მაგალითად მე-16, დიახ, რომელსაც მე-16 ტიპით, ჩვენ საბედნიეროდ სხვა ტიპები, რომელიც არის მაგალითად გარდასილ 9-ში, რომელსაც დღეს საქართველოს უფასოდ მიაწოდა დღეს მოსახლეობას და ეს არის 45 წლამდე, დაცული იქნება სხვა ტიპებისაგან, რომელიც ის ტარებელი არ არის. აი მაგალითად ასევე მნიშვნელოვანია როდის გაკეთება ვაქცინა. ძალიან ის არის, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკშია ჩატარებული ვაქცინაცია, უფრო მეტი დაცვა აქვს. ადრეული ასაკი რა ასაკიდან შეიძლება? რეალურად კვლევებმა აჩვენა, რომ 17 წლამდე ჩატარებული ვაქცინაცია 90%-ით იცავს ინფიცირებისაგან. ეს ვაქცინაცია ერთჯერადია? ეს არის სამჯერადი ვაქცინა, ოღონდ 15 წლამდე თუ გაკეთებული არის 2 ვაქცინა კეთება, 2 დოზა და შემდგომში უკვე 3. რეალურად მომავალში კიდევ ხშირია კითხვა, ხოლმე კიდე დამჭირდება დამატება? არა. არ დაგჭირდებათ. ხელი სიცოცხლის განმავლობაში დაცული ხართ ამ პაპილომა. ქალბატონო მადონა, ჩვენთან ვაქცინაციასთან მიმართებაში ცოტა სკეპტიკურად არიან განწყობილი მოსახლეობა, იმიტომ რომ პირველ რიგში ინფორმაცია არ აქვს ჩვენ და ამიტომ ალბათ. რა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოყვეს ამას და თუ არის ამის შანსი რომ მოყვეს ამაზე ვისაუბროთ, რომ მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაცია გქონდეს ამ ვაქცინაციასთან მიმართებაში, რამდენად უსაფრთხოა ეს ჩვენი ორგანიზმისთვის, სხვა კონკრეტული რაღაცებისთვის. დიახ. ძალიან ბევრი კვლევებია ჩატარებული. ეს არ არის მარტო ჯანმო, ეს არის CDC, ეს არის ევროკავშირი, ანუ ჩართული იყო მრავალი ქვეყანა და ეს არ არის 1 წელი, 2 წელი. და კვლევებმა აჩვენა, იყო მითები, დიახ, იყო მითები, რომ ეს ამას იწვევს აუტოიმუნურ დაავადებების მანიფესტაციას, ეს იწვევს მაგალითად უშვილობას, საკვერცხების ნადრევ განლევას და ასე შემდეგ და ეს ყველა მითი დღევანდელ დღეს აღარ არსებობს. ეს არ არის მარტო ძალიან იყო ხშირად, როდესაც მე ამას წერ, რა თქმა უნდა არის, როგორ გითხრათ, ბევრი
ესეთი კომენტარი, რომელიც სამწუხაროდ ცდილობ ხოლმე რომ ეს დავდო კვლევები. ეს არ არის მარტო ჩემი ინფორმაცია ტელევიზიით მიღებული. კვლევა არ არის მარტო ერთი ორგანიზაციით ჩატარებული. ეს არ არის ერთი ქვეყანა, სადაც არის მრავალი ქვეყანა იყო ჩართული. დღეს 132 ქვეყანაა ჩართული ვაქცინაციაში და ეს არის არა მარტო გოგონებში, არამედ ბიჭებში. და ამ კვლევების შედეგად ერთი პერიოდი იაპონიამ მას თქვა უარი, იმიტომ რომ იყო რაღაცა განსაკუთრებული ისეთი შემთხვევები, რომელმაც გააჩერა ეს ქვეყანა ამ ვაქცინაციისგან, მაგრამ კვლევები გაგრძელდა. და კვლევების შედეგად მე დაიდო ინფორმაცია, რომ ეს არ იყო აქედან გამომდინარე, ეს იყო თანხლების სხვა პრობლემების შედეგი, ასე რომ აბსოლუტურად ის შედეგები, რომელიც დღეს დადებულა და დაიდება კიდევ, მაგრამ ეს უკვე 20 წელიწადია კეთდება, მოგცა ასე კი თამამად, რომ მე საკუთარ შვილს გავუკეთე, ცოტა დამაგვიანდა, მაგრამ გავუკეთე 26 წლის ასაკში. გალბატონო მადლობა, ცოტა დამაგვიანდაო. ვიღაცა შეიძლება ჩვენი ასე ვთქვათ, მაყურებელი ფიქრობს, რომ მე ხო არ გავიკეთო, მაგრამ არ არის 30-ის და არის შეიძლება 40-ის ან 45-ის. ამ შემთხვევაში დაგვიანებული რა საკამდე შეიძლება გაკეთება ვაქცინას? რეალურად დღევანდელ დღეს ყველაზე კარგია თუ გაკეთებ ეს 26 წლამდე. მე როგორც გითხარით, 17 წლამდე ყველაზე მეტი ინფორმაცია გვაქვს, როგორი ინფორმაცია, მისი ეფექტურობის. მაგრამ FDA რომელმაც შეისწავლა შესაძლებელი საშუალება ამისი, თუ ჩვენ რეკომენდაციას მივცემთ პაციენტს 45 წლამდე შესაძლებელი რომ ჩაიტაროს, მაგრამ ჩვენი იმუნიტეტი ასაკთან ერთად ხომ მცირდება. შესაბამისად მე ვერ ვეტყვი რომ იცით თქვენ თუ ამას გაიკეთებთ 40 წლის ასაკში თქვენ ისეთივე იმუნური პასუხი გექნება და ისეთივე რაოდენობით ანტისხეულები გამომუშავდება, რომელსაც მაგათად 26 წლამდე გოგონა ან ბიჭი იმუნურ პასუხს აძლევს აი ამ ვაქცინაციის შესაბამისად. დასაგებია. ქალბატონო მადონა, აუცილებელია ვაქცინაცია მამაკაცებისთვის. რატომ? და როგორ შეიძლება მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ გაიგოს ჩვენ მაყურებელმა, რომ ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. და გარდა მათი სიცოცხლისა, აუცილებლად იცავენ კიდე თავიანთი მეწყვილის სიცოცხლეს და მივაწოდოთ ინფორმაცია ამ ვაქცინაციაზე და აქვე მინდა და მაინტერესებს, ვისთვის არის უფასო ეს ვაქცინაცია? რამე ასაკი კონკრეტულად არსებობს თუ ყველასთვის უფასოა? ამაზე ინფორმაცია პირადად მე არ მაქვს. კეთილი, გავაცეთ პასუხი მაშინ თქვენ პირველ კითხვას. პირველი, ის იცავს საკუთარ თავს, იმიტომ მე ვახსენე, რომ ვირუსი არის უსიმპტომო და ის იმის გარდა რომ აინფიცირებს თავის პარტნიორს, ის ინფიცირდება თვითონ და რეალური რისკი ასოს, ანუსის, არის სწორი ნაწლავის და ცხვირ ხახის, ოროფარინგეალური კიბოს რისკებს იმცირებს. ეს პირველი. მეორე, ის იცავს მომავალ თაობას, როგორც გითხარით, ემბრიონში ნანახია. და მესამე ის რომ რეალურად ის პროცესი, რომელსაც ქვია ჯოგური იმუნიტეტიც, დღეს უკვე დადასტურებულია, თუ მაგათად მამაკაცი ან ქალი არის ვაქცინირებული, ის დაცულია მისი მეორე ნახევარიც. რატომ? იმიტომ რომ შესაბამისად თვითონ აღარ არის გადამტანი. ასე რომ მრავალი ესეთი წახნაგიანი ვინც რომ ვნახოთ, კითხვები და პასუხები ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ დიახ, ორივე პარტნიორი პასუხისგებელია იმისი, რომ საკუთარ თავთან და საზოგადოებასთან მომავალში ყველაზე მეტი ის კიდევ და კიდევ რომ საქართველოს იმხელაუნარია გაცეთ პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს ვაქცინა უფასო არ არის და ჩვენ ევროპის გზაზე ნამდვილად გავართ, იმიტომ რომ ყველა დღევანდელ დღეს შესაძლებლობები ჩვენ ამისი გვაქვს. და გავაკეთოთ, ეს არის სკრინინგი, ეს არის ვაქცინაცია და ეს არის პროფილაქტიკური კვლევები. ისე რომ რატომ? რამდენ ხანში ერთხელ უნდა მოხდეს პროფილაქტიკური კვლევები? როგორც მამაკაცები, ქალბატონები უფრო ხშირად დადიან, ასე ვთქვათ, ექიმ გინეკოლოგთან. დიახ, წელიწადში ერთხელ. წელიწადში ერთხელ არის რეალურად ეს არის ეს ხო არ არის მარტო დაავადება ვნახო და მკურნალობა ჩავატარო, პროფილაქტიკა რაც თქვით. ისე რომ ქალბატონო მადონა, ცხვირ ხახის კიბო ახსენეთ თქვენ. ამაზე რომ უფრო ფართოდ მოგაწოდოთ ინფორმაცია, რატომ იწევს ამის კიბოს, რა შუაშია ერთმანეთთან ეს ყველაფერი, ამაზე გვინდა რომ ცოტა მეტი ვიცოდეთ. მწვავანი ისევე როგორც საშუალო ყელის, ესე მრავალშენი ბრტყელი, ასევე ცილინდრული, ანუ გლანდულარული ეპითელიუმი, რომელსაც ასევე ერჩის პაპილომავირუსი. და ძალიან საინტერესოა, როცა არის ტონზილარული კიბო, ანუ აი ტონზილები
ნაწილები პირხახაში. ის თუ მაგალითად საშინაო წყელს აქვს თავისი ბარიერი, ბრტყელი ეპითელიუმი, ტონზილარული კიბოს აი ეს პერიოდი, როდესაც არის პროდუქციული ფაზა, მერე მოდის უკვე გამრავლების რომ მრავლდება ვირუსი და მერე უკვე იწყება ამისი ტრანზიტორული, ანუ ტრანსფორმინგ პროცესი, აი ამ პროცესს, აი ამ შუა ბარიერს აღარ გადის, რომ ეს არის ერთშრიანი მალე ხდება მასში გამრავლება, რის გამოც პაპილომა ვირუსის აი ეს გზა, მაგალითად, თუ ჩვენ ვთქვით, რომ ყელი დაზიანებულია და არის პირველი ხარისხის ან მეორე ხარისხის კიბო არა, პრეკანცერი, შეიძლება 53%-ში, შეიძლება ცოტა მეტიც, ეს თუ სინერთია შეიძლება იყოს 95, მოხდეს მისი რეგრესი, აი როცა არის ტონზილარული კიბო არა, პრეკანცერი, იქ ძალიან ჩქარა ხდება. ანუ იქ პერიოდი იმისი, რომ თვით ელიმინაციის უკვე ნაკლებია. შესაბამისად ტრანსფორმაცია ამ ვირუსის ამ უჯრედში უფრო მეტია. ასე რომ მამაკაცებს უფრო მეტი რისკი აქვთ. აუცილებელია, ძალიან კარგი ეს პროცესი, ესე იგი, ყველასთვის უფასოა, როგორც მე მივხვდი. 45 წლამდე არის ქალბატონებთან უფასო და მამაკაცებში, როგორც ვიცი, 26 წლამდე. არის უფასო. ბიჭებთან, დიახ. აუცილებელია, რომ ჩემი პირველი მოწოდება თუ კი ფილმისთვის ყურადსაღებია, აუცილებლად ვიზრუნოთ პირველ რიგში საკუთარ თავზე, შემდეგ მეწყვილეს და აუცილებლად მომავალზე, რომელიც ხალბატონმა ბრძანა, რომ გადადის ემბრიონში ეს ვირუსი და ვფიქრობ, რომ პირველი ჩვენი ვალდებულება არის, რომ ვიზრუნოთ ერთმანეთს. აბსოლუტურად გეთანხმები. უღრმესი მადლობა. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენი სტუმრობა, ყოველთვის ძალიან საინტერესო და ძალიან სასიამოვნოა.